მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. ამას წინათ ინტერნეტში გავრცელდა ერთი ძალიან ცხელი საუბარი არმან სარუკიანსა და ცნობილ ანალიტიკოს MMA გურუს შორის. იცით, ქართველებს ხომ გვიყვარს სიმართლის პირში თქმა, ხო და აქაც ზუსტად ეგ მოხდა. სარუკიანი, რომელიც თავადაც ამ სპორტის ზვიგენია, პირდაპირ დაეტაკა ანალიტიკოს ილია ტოპურიას გამო. კითხვა ასეთი იყო: შეუძლია თუ არა ილიას მაჰაჩევის დამარცხება? აი, აქ იწყება ნამდვილი ქართული დვიჟენიები. MMA გურუმ პირდაპირ თქვა: კი, ილიას ამის ტრაკი აქვსო. სარუკიანი კი ისე აენთო, გეგონება მეზობელმა ღობე გადმოუწიაო. შენ საერთოდ რას ლაპარაკობ, რას ნიშნავს მოუგებს? შენ ხომ ანალიტიკოსი ხარ, ეგეთი სისულელე როგორ უნდა თქვაო, ეუბნება სარუკიანი. იცით რა არის აქ საინტერესო? სარუკიანის რეაქცია არ იყო უბრალოდ სპორტული უთანხმოება. ეს იყო გაბრაზებული ადამიანის რეაქცია, რომელსაც შინაგანად რაღაც აწუხებს. მოდით დავფიქრდეთ, რატომ გვეჩვენება ეს თემა ასეთი მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ილია ტოპურია აღარ არის უბრალოდ კიდევ ერთი მებრძოლი. ის არის ფენომენი. და როცა ვიღაც ამბობს, რომ ილიას მხოლოდ ბოქსი აქვს, ეს იგივეა თქვა, რომ ქართულ სუფრაზე ღვინო მეორე ხარისხოვანია. სარუკიანი ზუსტად ამას აწვებოდა. ილიას მხოლოდ ხელები აქვსო. მაგრამ მეგობრებო, განა მხოლოდ ხელებით ხდება ის, რაც ილიამ გააკეთა. აქ ჩდება ერთი ძალიან საინტერესო დეტალი წონებთან დაკავშირებით. საუბარი წავიდა 75 კილოგრამზე, ანუ 165 ფუნტზე. სარუკიანმა თითქოს რაღაც წამოაყრანტალა, რაც გვაფიქრებინებს, რომ UFC-ში უკვე ამზადებენ ნიადაგს ახალი წონითი კატეგორიისთვის ან სპეციალური ქამრისთვის. წარმოიდგინეთ, ტოპურია მაჰაჩევის წინააღმდეგ 75 კილოში. ეს ხომ ატომური ბომბის აფეთკების ტოლფასი იქნება. სარუკიანი ამტკიცებს, რომ მაჰაჩევი 70 კილოს, ანუ 155 ფუნტის ნამდვილი მეფეა და იქ ილიას შანსი არ აქვს. მაგრამ მოდით ობიექტურები ვიყოთ. სარუკიანსა და ილიას შორის ბოლო დროს იმდენი ნაგავი ითქვა, იმდენი შეურაცხყოფა გაიცვალა, რომ არმანისგან ობიექტურობას ნუველოდებით. ეს უკვე პირადია. როცა ადამიანს პირადი წყენა გაქვს, შენი თვალი მხოლოდ იმას ხედავს, რაც გაწყობს. არმანს გონია, რომ ილია მხოლოდ ინტერვიუებშია მაგარი, მაგრამ რეალობა სხვაა. და აი აქ შემოდის მთავარი არგუმენტი, რომელიც MMA გურუმ დაახეთკა და რაზეც სარუკიანს პასუხი აღარ ჰქონდა. გახსოვთ ბრაის მიჩელთან ჩხუბი. ბრაისი ხომ ტიპური ჭიდაობის მანქანაა. ყველა ამბობდა, ბრაისი ილიას მიწაზე დააგდებს და იქ დაასრულებსო. რა მოხდა რეალურად? ილიამ არა მარტო აჯობა ჭიდაობაში, არამედ ისე დაკეცა და დაასამარა, რომ ბევრს დღემდე ჰგონია მიჩელი სუსტი მებრძოლია. არა ძმაო, მიჩელი სუსტი კი არა, ილიაზე ადამიანი. სარუკიანი ცდილობს დაამციროს მიჩელის დონე. იძახის ნული ჭიდაობა აქვსო. კარგით რა, ვისატყუებთ. მიჩელმა დაღესტანულ მებრძოლები დაამარცხა მათსავი სტილში. თუ დაღესტანულებთან ჭიდაობა გაგდის, ესე იგი რაღაც იცია რა. და როცა ილია ასეთ ადამიანს კრუციფიქსში მოაქცევს და იქიდან აღარ უშვებს, ეს უკვე დონეა. ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ ილია ტოპურია არის სრული პაკეტი. ის არ არის მხოლოდ ნოკაუტისტი, ის არის სტრატეგი. და აი ზუსტად ამ სტრატეგიას მის ფარულ უნარებზე გრეპლინგში და იმაზე თუ რატომ გაშრა სარუკიანი, როცა ჩარლს ოლივეირასთან შედარება მოუყვანეს, ამას უკვე შემდეგ თარაზე მოგიყვებით. ოღონდ იცოდეთ, რაც იქ მოხდა, ბევრს გამოეპარა მხვედებობიდან. როგორ ფიქრობთ, მართლა მხოლოდ ბოქსია ილიას იარაღი? თუ სარუკიანს უბრალოდ შური ახრჭებს, რომ ილიამ ის გააკეთა, რაზეც სარუკიანი წლებია ოცნებობს? დაფიქრდეთ ამაზე, სანამ შემდეგ ნაწილზე გადავალთ, რადგან იქ ნამდვილი ანალიტიკური ომი იწყება. მოდით ახლა ყველაფერი გვერდზე გადავდოთ და სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ. როცა MMA გურუმ სარუკიანს ჩარლს ოლივეირას მაგალითი მოუყვანა, არმანის სახეზე ერთი რამ ეწერა: ჯანდაბა. ამან ისეთი რამ თქვა, რაზეც პასუხი არ მაქვს. ეს ის მომენტია, როცა ხვდები, რომ შენი ოპონენტი ფაქტებით გჭედავს. და რა იყო ეს ფაქტი? მოდით ქართულად დეტალურად განვიხილოთ. ბევრს გონია, რომ ილია ტოპურია მხოლოდ დარტყმა და დაძინებაა, მაგრამ გახსოვთ ოლივეირასთან ეპიზოდი? ჩარლს ოლივეირა, ადამიანი, რომელიც UFC-ს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გრეპლერია, კაცი, რომლის პარტერში ჩაყვანაც ბევრისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია. როცა ჩარლზმა ილიასთან თეიქდაუნი წაქცევა სცადა, ილიამ რა გააკეთა? უბრალოდ კი არ დაიცვა თავი, არამედ მომენტი დაატრიალა, ინვერსია გააკეთა. ვინც ჭიდაობაში ოდნავ მაინც ერკვევა, იცის, რომ თავდაცვა ერთი საქმეა, მაგრამ როცა მეტოქე გიტევს, შენ მის ენერგიას იყენებ, სიტუაციას აკონტროლებ და საბოლოოდ შენ აღმოჩნდები ზემოდან. ეს უკვე უმაღლესი პილოტაჟია. ილიამ ოლივეირა არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ პოზიციურად დაჯაბნა. და აი აქ არის ის მწვარე წამალი, რომელიც სარუკიანმა ვერ გადაყლაპა. ილიამ ოლივეირას გარდი სულ რამდენიმე წამში გაუარა.
ახლა დაფიქრდით. არმან სარუკიანმა მთელი ჩხუბი გაატარა ოლივეირასთან პარტერში და ერთხელაც კი ვერ მოახერხა მისი გარდის გავლა. გესმით რა დონეზეა საუბარი? კაცი, რომელიც ამბობს, რომ ილიას ჭიდაობა ნუმლია თავად ვერ ახერხებს იმას, რაც ილიამ თითქმის ძალის ხმების გარეშე გააკეთა. ეს არის ის მომენტი, როცა სპორტული ლოგიკა და პირადი ეგო ერთმანეთს ეჯახება. სარუკიანი ხედავს ილიას ტექნიკურ უპირატესობას, მაგრამ აღიარება არ უნდა. რატომ? იმიტომ რომ აღიარება ნიშნავს იმის თქმას, რომ ტოპურია მასზე და შესაძლოა მაჰაჩევზეც უფრო საშიშია ყველა ასპექტში. MMA გურუმ პირდაპირ მიაჭედა. ილიამ ოლივეირას კრუციფიქსი დაადო და პოზიცია მოუგო. სარუკიანის რეაქცია? კარგი, ხო, გეყოფა. აი, ეს იყო მისი პასუხი. როცა არგუმენტი არ გაქვს, იწყებ თემიდან გადახდომას, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ოქტაგონზე სიმართლეს ვერ დამალავ. აქ ერთი ფილოსოფიური მომენტიც არის, მეგობრებო. რატომ გგონია, რომ თუ კაცი კარგად კრიფავს, მას აუცილებლად ნული აქვს ჭიდაობაში? ეს ხომ ძველი სტერეოტიპია. ილია არის ახალი თაობის მებრძოლი. ის არ არის მოჭიდავე ან მოკრივე. ის არის მებრძოლი ამ სიტყვის სრული გაგებით. და როცა სარუკიანი ამბობს, რომ ილია მხოლოდ ინტერვიუებშია მაგარი, ეს უბრალოდ სასაცილოა. ილიამ დაამტკიცა, რომ მისი სიტყვა და საქმე ერთი და იგივეა. ვოლკანოვსკისთან რაქნა დაპირდა და შეასრულა. ჰოლოვეისთან დაპირდა და შეასრულა. სარუკიანის გაბრაზება კიდემ ერთ რამეს უკავშირდება. დროს. ის ხედავს, რომ ილია ექსპრესით მიდის მწვერვალისკენ, თვითონ კი თითქოს ერთ ადგილას გაიჭედა. პირადი ცხოვრება, დივიზიონში არსებული ქაოსი, მაჰაჩევთან ჩხუბის მოლოდინი, ეს ყველაფერი ნერვებზე მოქმედებს. და როცა ხედავ, რომ ვიღაც ახალ ბედა მისი გადმოსახედიდან მოდის და ამბობს, რომ 78 კილოგრამზეც კი მაჰაჩევს მოუგებს, სარუკიანს უბრალოდ მცველი უფეთქდება. საინტერესოა მაჰაჩევის ფაქტორიც, მეგობრებო. სარუკიანი და ისლამი ერთმანეთს კარგად იციან. მათ შორის გარკვეული პატივისცემაც არის. როცა სარუკიანს ხეთხეს მისი საყვარელი მებრძოლები, მან პიტერ იანი, ხამზად ჩიმაევი და უპიროდ მაჰაჩევი დაასახელა. წარმოგიდგენიათ, კაცი, რომელსაც უნდა ეჩხუბოს, მის ფავორიტებშია. ეს ნიშნავს, რომ სარუკიანი მაჰაჩევს აღიქვავს როგორც დაუძლებელ კედელს. და როცა ილია ამბობს, რომ ამ კედელს დაანგრევს, სარუკიანი ამას საკუთარ უშეურაცხყოფადაც იღებს. თითქოს ეუბნება, მე თუ ვერ უგებ მარტივად, შენ ვინ ხარ რომ მოუგო? მაგრამ მოდით ობიექტურად ვთქვათ. ილიას თავდაჯერებლობა სხვა დონეა. ის არ ამბობს შევეცდები, ის ამბობს მოვიგებ. და ეს 75 კილოგრამი, 160 ფუნტიანი წონა, რომელზეც სარუკიანმა წამოაყრანდა, ეს არის ყველაზე დიდი კაუჩი. თუ UFC მართლა გეგმავს ამ წონის შექმნას, ილია ტოპურია და ისლამ მაჰაჩევი იქნებიან ის პირველი მებრძოლები, ვინც ამ ისტორიას დაწერენ. სარუკიანმა იცის, რომ თუ ეს ჩხუბი შედგა, ილიას შანსები იმაზე დიდია, ვიდრე თვითონ უნდა რომ დაიჯეროს. გრეპლინგი, რომელიც მან დაიწუნა, სინამდვილეში ილიას ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა. უბრალოდ მას ამის გამოყენება ხშირად არ სჭირდება, რადგან ხელებში ატომური ბომბები აქვს. რა მოხდება თუ ილია მართლა დაუპირისპირდება მაჰაჩევს? იქნება თუ არა ეს მხოლოდ ბოქსი ჭიდაობის წინააღმდეგ? რა თქმა უნდა არა. ეს იქნება ორი სრულიად განსხვავებული საბრძოლო ფილოსოფიის შეჯახება. და აი აქ არის ის მძვარე წამალი, რომელიც სარუკიანმა ვერ გადაყლაპა. ილიამ ოლივეირას გარდი სულ რამდენიმე წამში გაუარა. დააკვირდით არმანის სახეს, როცა MMA გურუ ილიას ჭიდაობას აქებს. ის არ უსმენს არგუმენტებს. ის უბრალოდ ცდილობს ჩაახშოს ოპონენტი. რატომ? იმიტომ რომ სარუკიანმა იცის, ილია ტოპურია არის ის, რაც თავად არმანს ასე ძალიან აკლია. ნამდვილი სუპერვარსკვლავური ქარიზმა და დაუნდობელი თავდაჯერებულობა. სარუკიანი წლებია შრომობს, ჩხუბობს, სისხლს ღურის, მაგრამ მაინც ის ტიპია მაჰაჩევს რომ კარგად ეჩხუბა. ილია კი მოვიდა, დაინახა და დაიპყრო. აი ეს წვავს არმანს შიგნიდან. საინტერესოა ერთი დეტალი, რომელიც ბევრს გამოეპარა. სარუკიანი ამბობს, ტოპურია უფრო მეტ დროს ინტერვიუებში ატარებს ვიდრე ოქტაგონზეო. მოდით ლოგიკურად ვიმსჯელოთ. განა ეს სიმართლეა? ილია ჩხუბობს მაშინ, როცა საჭიროა და ვისთანაც საჭიროა. და რაც მთავარია, ის ყოველთვის ამთავრებს საქმეს. სარუკიანის ეს რეპლიკა უბრალოდ შურიანი ადამიანის ნათქვამს გავს, რომელიც ვერ ეგუება იმას, რომ ვიღაცამ თამაშის წესები შეცვალა. ილიამ დაამტკიცა, რომ შეგიძლია იყოს საუკეთესო მებრძოლი და ამავე დროს საუკეთესო შოუმენიც. ახლა მოდით მაჰაჩევზე და 75 კილოგრამზე, 165 ფუნტზე ვისაუბროთ. რატომ ახსენა სარუკიანმა ეს წონა?
ჩემი ინსაიდერული ინფორმაციით, UFC-ს კულუარებში მართლაც სერიოზულად განეხილავენ ახალი დივიზიონის შექმნას. და წარმოიდგინეთ, რა მოხდება თუ ილია ამ წონაში ავა. სარუკიანისთვის ეს კატასტროფაა. ის ხედავს, რომ მისი რიგი სატიტულო ჩხუბზე შეიძლება ისევ გადაიწიოს, რადგან ტოპურია მაჰაჩევის დაპირისპირება იმდენად დიდია, რომ ნებისმიერ სხვა ჩხუბს დაჩრდილავს. სარუკიანი ცდილობს დაგვაჯეროს, რომ ილიას მხოლოდ ბოქსი აქვს, მაგრამ მოდით გულწრფელად ვთქვათ, რამდენჯერ გინახავთ მებრძოლი, რომელიც ასე თავდაჯერებულად აკონტროლებს დისტანციას, ასე ზუსტად კითხულობს მეტოქის მოძრაობას და თან ისეთი გრანიტის ნიკაპი აქვს, რომ ვოლკანოვსკის დარტყმებიც კი არაფრად მიეჩნია. სარუკიანი ამბობს, მაჰაჩევი 155 ფუნტზე, 70 კილოგრამზე ილიას დაღეჭავსო, მაგრამ მაჰაჩევი თავად არიარებს, რომ ილია საშიშია. ისლამის სულელი არ არის. მან იცის, რომ ილიას დაბალი სიმძიმის ცენტრი და საოცარი ფეთქებადობა ჭიდაობაში დიდ პრობლემებს შეუქმნის. აი აქ მინდა ერთი ფილოსოფიური წყალი დავამატო. სპორტში არსებობს ასეთი ცნება, სტილისტური კოშმარი. მაჰაჩევი მიჩვეულია გრძელხელება ტიპურ სტრაიკერებს, რომლებსაც ადვილად აკონტროლებს კლინჩი. ილია კი პატარაა, კომპაქტური და ისეთი ძალა აქვს, რომ ერთი შეხებით შეუძლია ყველაფერი დაასრულოს. და რაც მთავარია, ილიას არ ეშინია პარტერის. ეს არის ის, რაც სარუკიანს ყველაზე მეტად აბნევებს. მას გონია, რომ თუ დაღესტანური ხარ ან დაღესტანური სკოლა გაქვს, პარტერში შენს წინაშე ყველა მუხლი უნდა მოიყაროს. ილია კი ეუბნება, მოდი ვნახოთ, ვინ ვის დააჩოქებს. სარუკიანის გაღირძიანება MMA გურუზეც ამიტომ იყო ასეთი მძაფრი. მან გრძნო, რომ ანალიტიკოსი, რომელიც ათასობით ადამიანზე ახდენს გავლენას, ილიას მხარეს იჭერს. და როცა სარუკიანმა უთხრა, შენ ინტერვიუერი ხარ და MMA-ზე არაფერი იციო, ეს იყო ტიპური თავდაცვითი რეაქცია. როცა არგუმენტი არ გაქვს, იწყებ ოპონენტის კომპეტენციას ეჭვს ქვეს დაყენებას. მაგრამ რეალობას დაუბრუნდეთ. ილია ტოპურია დღეს არის UFC-ს სახე. ის არის ადამიანი, რომელმაც ესპანეთი და საქართველო ფეხზე დააყენა. სარუკიანი კი ამ დროს ცდილობს დაამტკიცოს, რომ ბრაის მიჩელი ბულტია, სუსტი მებრძოლი. კარგით რა, მისატყუებთ. მიჩელი იყო დაუმარცხებელი მხეცი, სანამ ილიას არ გადაეყარა. ილიამ ისე ადვილად გამოიყურა, რომ ხალხს მართლა გაუჩნდა განცდა, რომ თითქოს მიჩელი არაფრის პრეტენზიას არ წარმოადგენდა. ეს არის ილიას ნიჭი. უმაღლესი დონის მებრძოლები ისე გამოაჩინოს, თითქოს პირველად შევიდნენ დარბაზში. და აი ის საიდუმლო, რაზეც ვიდეოს დასაწყისში გეუბნებოდით, იცით რატომ არის 155 ფუნტი, 65 კილოგრამი ასეთი მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ილია ტოპურია უკვე დაიწყო თავისი სხეულის მომზადება უფრო მძიმე წონისთვის. ის არ აპირებს მხოლოდ ერთ ქამათზე გაჩერებას. მისი მიზანი ისტორიაა და სარუკიანი ამას გრძნობს. ის გრძნობს, რომ ილია მას ასწრებს არამარტო სპორტულად, არამედ მენტალურადაც. თუ თქვენ გგონიათ, რომ მაჰაჩევი ილიას ადვილად მოუგებს, მაშინ ძალიან ცდებით. ილიას აქვს ის, რაც მაჰაჩევის ბოლო ოპონენტებს აკლიათ. ანტიჭიდაობის გენეტიკა. ქართული ჭიდაობის სკოლა, რომელიც ილიას სისხლშია, სულ რაღაც სხვა რამეა. ეს არ არის მხოლოდ ძალა, ეს არის ბალანსი და ინსტინქტი.